10 წლის რომ ვიყავი დედამ ჩემი ბავშვობის სათამაშოები მეზობლის ბავშვს საჭუქა. ერთ მშვენიერ დღეს სკოლიდან დავბრუნდით და ჩემი სათამაშოები უბრალოდ აღარ იყო. იმ დღეს ჩემი და დედაჩემის დიალოგი დაახლოებით 100 წარიმართა. რატომ გააჩუქე ჩემი სათამაშოები? 2 წელია მაგ სათამაშოებით არ გითამაშია, საერთოდ რაღა გინდა. დედა მართალი იყო. იმ სათამაშოებს აღარ ვიყენებდი, მაგრამ მიჯაჭვულობა მქონდა. ანუ სათამაშოების დაკარგვას კი არ განვიცდიდი, არამედ იმას, რომ ის რაც ოდესღაც ჩემი იყო, ჩემგან წაიღეს. ეს ფრაზა გაგიგონია? მიჯაჭვულობა ყოველგვარი უბედურების საფუძველია. ეს ნიშნავს, რომ ხშირად ჩვენს ტანჯვას ზედმეტი ემოციური მიჯაჭვულობა იწვევს ადამიანებთან, ნივთებთან ან იდეებთან. ლოგიკა ასეთია. ყველაფერი იცვლება. ადამიანები მიდიან, ნივთები ფუჭდება, იდეები იცვლება. როდესაც რაღაც დროებით ეჯაჭვები, აუცილებლად დარჩები გულნადგენი ან იმედგაცრუებული. აი, როცა რაღაცას უშვებ, სათამაშოს, ურთიერთობას ან წარსულს, მასთან ერთად უშვებ ილუზიას, რომ შეგიძლია ყველაფერი აკონტროლო. და უცნაურია, მაგრამ სწორედ ამ დროს გრძნობ შვებას, როცა ხვდები, რომ აღარ გიწევს ბრძოლა იმისთვის, რაც მაინც არ არის შენს კონტროლ ქვეშ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპათიური იყო. უბრალოდ რაღაცებზე ჩაციკლის ნაცვლად შეგიძლია თქვა: ეს მოხდა, მე მადლობელი ვარ და ახლა მზად ვარ გავუშვა.